დღეს ჩავთოთ ნუცა ბახუტაშვილი, რომელიც მთელი დღე მუშაობს სასამართლოსთან, სადაც დაკავებულების საქმეების განხილვის ცოცხალი რიგია. ნუცა გვეტყვის სიახლეებს გისმენთ. დიახ, გიორგი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი მეორის მიყოლებით და ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმეების განხილვა. ჯერჯერობით არ დაწყებულა ვახოსანაიას საქმის განხილვა, თუმცა ცნობილია, რომ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ უნდა განიხილოს ეს საქმე. ვახო ნაშუა დღეს დააკავეს, მას შემდეგ მალევე მოხდა მისი ეტაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში და შეიძლება ითქვას, რომ რიგში არის იმისათვის, რომ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღოს გადაწყვეტილება მის საქმეს დაკავშირებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილს არ მიეცა შესაძლებლობა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შეხვედროდა საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფს იმისათვის, რომ პოზიციები შეეჯერებინათ. სწორედ ამიტომ ადვოკატმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ დიდი ალბათობით, როდესაც სხდომა გაიხსნება, ის მიმართავს მოსამართლეს, რომ გადადოს სასამართლო განხილვა, რათა მიეცეს დაცვის სრულყოფილად განხორციელების უფლება. ის არ იცნობს ამ დრომდე საქმის მასალებს, არ გადაცემა არჩინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, ასევე არც სასამართლო შემადგენლობის მხრიდან, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, შესაბამისად არ ვიცით ოფიციალურად რა პოზიცია ექნება ვახოსანაიას და არ ვიცით ისიც რა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახოსანაიას წინააღმდეგ. ავარაუდოდ როგორც სხვა პიროვნებები, ასევე იქნება ალბათ გზის გადახელოვნურად გადაკეტვა და ის რეპრესიული კანონი, რომელიც უახლოეს პერიოდში მიიღო საკანონმდებლო ორგანომ, ჯერჯერობით არ მქონია მასთან კომუნიკაცია. არა იმიტომ, რომ მე არ მქონდა სურვილი ან მაგათად ვახოს, არამედ იმიტომ, რომ ჯერჯერობით იზოლატორში ის არ შეუყვანიათ, პირდაპირ მოიყვანეს სასამართლოში. სასამართლოში კი გვეუბნებიან, რომ არ მაქვს შეხვედრის საშუალება, მანამ ვიდრე მას არ ამოიყვანებენ სასამართლო დარბაზში. მე როგორც მისი ადვოკატი ვერ განვახორციელებ მის დაცვას, მანამ სანამ არ მექნება მასთან კომუნიკაცია, თუნდაც გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, რადგან როგორც ვიცი, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც, მისი პოზიცია უნდა ვიცოდე, შევაჯეროთ ეს ყველაფერი და შემდგომ წარუდგინოთ სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის წინ გავიგეთ, ვის აწერია საქმეს, ეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა და მქონდა მის შემადგენლობასთან კომუნიკაცია, საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადმოგცემია, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოსაც არ მოუწოდებია საქმის მასალები, ამიტომ არც ერთი მტკიცებულება ჩემთვის არ არის ცნობილი. მას შემდგომ, რაც უკვე სასამართლოზე გახდება ცნობილი, მე უნდა მქონდეს გონივრული ვადა იმისთვის, რომ მოემზადო პროცესისთვის და იმისათვის, რომ კიდევ არ გაგრძელდეს კონვენციის მე-6 მუხის დარღვევა. რამდენიმე გადაწყვეტილება ჩვენთვის უკვე არის ცნობილი. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სხდომათა დარბაზიდან დროებით გაათავისუფლა ვახტანგ მაჭავარიანი, რომელიც გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით ყავდათ დაკავებული და მას დრო მიეცა იმისათვის, რომ შესაბამისი სამედიცინო ცნობები წარადგინოს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე გადაუდეს პროცესი ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ წევრ ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც დედის სასაფლაოზე მიმავალ გზაზე დააკავეს და დაადეს ხელბორკილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩხარტიშვილმა კრიმპოლისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არაერთხელ განუმარტა, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 40 დღე იყო გასული, ხელწერილის საფუძველზე ამის გამო გაეთავისუფლებინათ და მეორე დღეს გამოცხადდებოდა სასამართლოში ან ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოში თანხმდნენ სამართალდამცველები და ის გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი გადაიდო 24 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს ზვიად ცეკვავა მიიღო, მას შემდეგ რაც ამ გარემოებების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა და უკვე 24 ოქტომბერს იმსჯელებენ ლაშა ჩხარტიშვილისათვის, რა სახის სასჯელის სომა იქნება შეფარდებული. ბიზნესმენის რეჟიმი გამოირჩევა არა მარტო უსამართლობით და უკანონობით, არამედ ამორალურობითაც. მე დაკავის მომენტშივე განუმარტებ ატროს კრიმპოლს სხვა წარმომადგენლები და 5-6 ადამიანი, რომ მზად ვიყავი 20-ზე მომეწერა ხელი და ხვალ გამოცხადებული ყავი, დღეს არის დიაჩების 40 და ამის გადამოწევა მათ სხვა შორის ადგილზე განახორციელეს, კითხეს განაცვალების თარიღი, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში სასამართლოს წარმოადგენს, სადაც ბოლოს როგორც ჩანს მათი უფროსობიდან ვიღაცა მიხვდა, რომ ეს მათთვის წამგებიანი იყო წმინდა პიარული თვალსაზრისით და პიარის გარდა მათთვის ადამიანის სიცოცხლის
საშუალება არა არც 40 არც 40 არც ოჯახს და ამიტომ 40-ი გამატარებინეს სასაფლაოს მაგალითად სადაც მივდიოდი სასაფლაოზე სასამართლოში და საკანში ხელბორკილებით სხვათა შორის რომელიც დამადეს ერთ-ერთი მიზეზის გამო რომ მოვითხოვდი ადვოკატის დასწრებას პროცედურებზე პირველი მომენტიდან ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა თუმცა როგორც მე ასევე ყველა დაკავებულს ეს უფლება დაურღვიეს არც ერთ დაკავებულთან არ მისულა ადვოკატი და არ დაუყოფილეს მოთხოვნა ის ადგილი ყოფილიყო მისი ასე ვთქვათ დაკავების ადგილას და სასამართლომდე არავინ ადვოკატს არ უნახია არავის ადვოკატი არ უნახავს და მე უბრალოდ იმის გამო რომ მოვასწარი ლაივის ჩართვა ამიტომ აღმოჩნდა დღე ახლა ადვოკატი პროცესზე თორემ სხვა შეიძლება ისე გაასამართლოს აქ რომ ვერც მოახერხოს საკუთარი თავის დაცვა იმიტომ რომ მან ლაივით ვერ გაავრცელა ეს ინფორმაცია რაც შეეხება დავას დრაკონული ცვლილებები გამოვაში ჩვენ ვიცით რომ რუსთაველის გადაკეტვის ასე ვთქვათ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ პატიმრობა შემოიღეს პირველი 15 დღიანი და მეორე 1 წლიანი და ნუ 1 წლიანს რა გითხრათ კიდე მოსაფიქრებელია მაგრამ მე სრულიად შეგნებულად მონაწილეობ ხოლმე ამ ტიპის აქციებში და ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გარკვეული თუნდაც 15 დღიანი პატიმრობით სრულიად შევიტანოთ საკუთარი დაპატიმრებული სამშობლოს გათავისუფლებაში და ამაში თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება სისტემაც გაიჭედება და ამ რეჟიმს არ ექნება დიდი ასე ვთქვათ მომავალი იმიტომ რომ თუ ერთხელ 15 ადამიანს დაიჭერენ მეორე 15 ადამიანს დაიჭერენ მეორე დღეს და 15 დღიანებზე წავა ასობით ადამიანი საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი ამას ვერ გაუძლებს თავისთავად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აქტივისტი დააკავა აქციის მონაწილეებს შორის არის მათ შორის ჟურნალისტი ვახო სანაია რამდენიმე მათგანის პროცესი უკვე მიმდინარეობს ზოგიერთი მათგანი უკვე დასრულებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ბრიფინგიდან გავიგეთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება სულ 27 პირის წინააღმდეგ არის დაწყებული გამკაცრებული კანონმდებლობის მიხედვით ამ ადამიანებს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ აქვე რო დავაზუსტოთ 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან და 1 წლიანი მუხლით მოხდება მათი განჟა. ეს არის ამ ახალი ცვლილებების შედეგი, რომელიც შეიტანეს ამ სტახანოვური წესით კანონმდებლობაში. თუმცა ბახუტაშვილი აგრძელებს მორიგეობას სასამართლოსთან, სადაც სხვათა შორის ისიც კი არ გააკეთეს, რომ მით უმეტეს ახლა უკვე სიცივეებმა დაიჭირა, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ თუნდაც გარეთ იმურიგებონ. ესეც გასაგებია, რის გამოც ხდება. ჯერ სასამართლო დარბაზებიდან გამოაძევეს მედია და მედიის თვალი და ხმა და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში რომელიმე პროფესიის ნორმალური ფუნქციონირება უბრალოდ შეუძლებელი იყოს. მიუხედავად იმისა, ჩვენ ეს მაინც არ გაგვტეხს და მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენს მოვალეობას აუცილებლად შევასრულებთ. ნუსაზროები და ამშვიდობები